მეც დავიჯერე ეს. მეც მეგონა, რომ 16 წლამდე ბავშვებისთვის სოციალური მედიის აკრძალვა გენიალური იდეა იყო. ჩვენ ვიცით, რა ზიანს იწვევს ეს ყველაფერი. შეგვიძლია გავიგოთ, რომ ბავშვებს უბრალოდ არ უნდა კონდეთ ცუდომა ამ გიჟურ სამყაროზე, რომელიც ჩვენ ზრდასრულებსაც კი გვაბნევს. მაგრამ რაც ვერ გავიაზრე, ისაა, რომ კულისებს მიღმა ბევრად უფრო ბნელი რამ ხდება და ეს ყველაფერი ერთი თვიტით გამოაშკარავდა. ვინც არ იცით რა ხდება, დიდ ბრიტანეთში ქეარმერმა გამოაცხადა, რომ აპირებენ თითქმის ყველა სოციალური მედიის, მათ შორის YouTube-ის აკრძალვას 16 წლამდე ბავშვებისთვის, რაც ბევრ ადამიანს კარგი იდეა მოეჩვენა. ამ ამბავში ერთი უცნაურობა იყო, რაც ცოტა უცნაურად ჩანდა. ერთი სოციალური მედია, რომელსაც არ დაბლოკავენ, არის ძალიან მემარცხენე X, სახელად Blue Sky, რაც კიდევ ერთხელ პოლიტიკურ მანიპულაციად მოგეჩვენებოდა. მაგრამ მთლიანობაში იდეა, რომ ახალგაზრდებს არ ქონდეთ ცდომა სოციალურ მედიაზე, ძალიან კარგია. გარდა იმ მომენტის, როცა მივხვდი, როგორ აპირებენ გაარკვიონ, ვინ არის 16 წლამდე და ვინ არა, და სწორედ მაშინ მივხვდი ყველაფერს. ეს ზუსტად ის ტვიტია. ეს არ არის 16 წლამდე პირებისთვის სოციალური მედიის აკრძალვა. ეს არის ციფრული პირადობის სისტემა, უბრალოდ უკეთესი მარკეტინგით. ხედავთ, ინგლისი ცდილობს შექმნას ციფრული პირადობის სისტემა, რაც ფაქტობრივად მასობრივი მეთვალყურეობის სისტემაა. ვერ შეძლებთ იყოთ ონლაინ, ან გააკეთოთ რაიმე, რაც მოითხოვს და წარმოადგენს პირადობას, თუ მასზე ციფრული თვალთვალი არ იქნება. ეს არის რამ, რამაც უამრავი ადამიანი წარმოუდგენლად გააღიზიანა. რატო უნდა გვაკონტროლებდნენ ყოველ ნაბიჯზე? რატო უნდა იყოს ჩვენი იდენტიფიკაცია ციფრული სისტემა? მაგრამ შემდეგ, როცა იწყებთ ყველაფრის ერთმანეთთან დაკავშირებას და აცნობიერებთ ამას, ერთადერთი გზა, რომ მათ შეძლონ გაარკვიონ, იყენებს თუ არა 16 წლამდე ბავშვი სოციალურ მედიას. და ამის აკრძალვა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყველა დანარჩენმა უნდა დაამტკიცოს თავისი ასაკი და იდენტობა. ეს ნიშნავს, რომ ისინი ციფრულ პირადობის მოწმობებს სრულიად ახალ დონეზე აიყვანდნენ, პირდაპირ ახალ დონეზე. და სწორედ აქ იღებს ამბავი ძალიან ბნელ და ბოროტ მიმართულებას. იმიტომ რომ ამის ნაცვლად, თითქოს ისინი უბრალოდ ცდილობენ ბავშვების უკეთ დაცვას, რაც უკვე ვიცით ამ ეტაპზე, რომ თუ მართლა ბავშვების უკეთ დაცვა სურთ, ისინი გაჩერებდნენ grooming ბანდებს დიდ ბრიტანეთში. ისინი სინამდვილეში უბრალოდ ცდილობენ ხელახლა წარმოაჩინონ მთელ დიდ ბრიტანეთში ადამიანების ციფრული იდენტიფიკაციით თვალთვალი და მონიტორინგი. ისე თითქოს ყველაფერი, რასაც აკეთებენ, არის თქვენი ბავშვობის დაცვა სოციალური მედიის ბოროტებისგან. მოდით ნახოთ, როგორ გამოეხმაურა ინტერნეტი ამ ამბავს, რადგან არ გაგიკვირდებათ, რომ რეაქცია სრულიად გიჟურია. სიახლეები. Keir Starmerმა გამოაცხადა, რომ 16 წლამდე ბავშვებისთვის სოციალური მედიის აკრძალვის გამო ის აპირებს ამ კანონის მიღებას. დიდი ბრიტანეთის ყველა ზრდასრულ ადამიანს მოუწევს დაამტკიცოს თავისი ვინაობა, რომ გამოიყენოს სოციალური მედია. ანონიმურობა ინტერნეტში ახლა ოფიციალურად დასრულებულია. სხვათა შორის ეს ხდება იმ ფონზე, რომ დიდი ბრიტანეთი ყოველდღიურად აკავებს ხალხს მარცხნივ, მარჯვნივ და ყველგან. დაახლოებით 30 ადამიანს დღეში, მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი სოციალურ მედიაში რაღაცას აქვეყნებენ. ასე რომ ეს 16 წლამდე აკრძალვა არა მხოლოდ აძლევს მათ შესაძლებლობას თითქოს ბავშვებზე ზრუნავენ და ამით იმიჯს იხვეწენ, რაც ხალხმა უკვე დაინახა, რომ ასე არ არის, არამედ ასევე შეძლებენ თვალყური ადევნონ და ზუსტად იცოდნენ, ვინ არის თითოეული ადამიანი დიდ ბრიტანეთში. მაგრამ ამას გარდა, რაც ყველაფერს კიდევ უფრო ამძიმებს, მათ ნამდვილად შეეძლებათ თვალყური ადევნონ აბსოლუტურად ყველაფერს, რასაც სოციალურ მედიაში ამბობთ. დაუკავშირონ ეს თქვენს იდენტიფიკაციას და შესაძლოა დაგაგაკავონ კიდეც, თუ დაიწყებთ მთავრობის წინააღმდეგ საუბარს. და რატომ ამბობ მთავრობის წინააღმდეგ საუბარს? ეს მარტივი მიზეზის გამოა. მემარცხენეები, უკიდურესი მემარცხენეები. ისინი, ვინც ამ Blue Sky აპლიკაციაში არიან, არ იგრძალებიან. Blue Sky არ იგრძალება, რაც ნიშნავს, რომ ისინი ცდილობენ აკონტროლონ მხოლოდ ის ხმები, რომლებიც მთავრობის წინააღმდეგ რაღაცის თქმას ცდილობენ, რაც აშკარად Blue Sky-ს არ ეხება. როგორც უკვე ვთქვი, ალონსო გარმენდი, ეს არ არის 16 წლამდე სოციალური მედიის აკრძალვა. ეს არის ციფრული იდენტიფიკაცია უკეთესი მარკეტინგით. და ბევრმა ადამიანმა გააცნობიერა, რომ უცნაურია, რომ Blue Sky გათავისუფლებულია დიდი ბრიტანეთის სოციალური მედიის აკრძალვისგან. და შემდეგ ყავს ეს ადამიანები, რომლებიც პოსტავენ. ვფიქრობ, ეს პაროდიული გვერდია. ნებისმიერი სოციალური მედია 16 წლამდე ბავშვებისთვის მისაღებია. ამ ასაკის ბავშვებს არ აქვთ უნარი გაიგონ, რას უყურებენ და მიიღონ ცხოვრებაზე გავლენიანი გადაწყვეტილებები. გამონაკისები უნდა გავრცელდეს ზოგიერთ ვებგვერდზე, რათა ბავშვებმა მაინც შეძლონ ტრანს ადამიანების ჯანდაცვის შესახებ ინფორმაციის მიღება. ეს ქალი, დოქტორი რიტა დედი, აშკარად ცდილობს უბრალოდ დასცინოს იმ ფაქტს, რომ ადამიანები ცდილობენ ბავშვების დაცვას.
მაგრამ ამავე დროს სწორედ ეს ადამიანები ავრცელებენ ასეთ საშიშ იდეოლოგიებს ახალგაზრდებში. და ვფიქრობ, ეს უბრუნდება ერთ ძალიან საინტერესო საკითხს, რაზეც ხშირად არ საუბრობთ, თუმცა ამას მალე მიუბრუნდებით. მაგრამ ჯერ მოგესალმებით გადაცემაში პუშბექი. მე მქვია მეირა კეი, თქვენი წამყვანი. დარწმუნდით, რომ დააჭირეთ გამოწერის ღილაკს, რათა ხელი შეუწყოთ ამ ვიდეოს გავრცელებას და ჩაართოთ შეტყობინებების ზარი, რომ ყოველთვის იყოთ ინფორმირებული. ყოველი ადამიანი, ვინც გამოიწერს არხს, ძალიან გვეხმარება ამ მოძრაობის გაძლიერებაში, რომ გავავცელოთ ისტორიები, რომლებიც მეინსტრიმ მედიაში არ გამოჩნდება. ასე რომ, მადლობა რომ აქ ხართ. ეხლა უკვე ამ მოძრაობის ნაწილი ხართ. მეთიუ მაუსტონი ასე წერს. სახლში 7 შვილი მყავს. ისინი იღებენ უბრალოდ ტელეფონს იმ ასაკში, როცა საჭიროა რომ მათ წაიყვანონ დამატებითი აქტივობებიდან. როცა ისინი იზრდებიან, იღებენ ჩვეულებრივ ტელეფონს, მაგრამ შეზღუდვებით და კონტროლით, ისევე როგორც კომპიუტერებზე წვდომა. ელფოსტას ისინი მხოლოდ 13 წლის ასაკში იღებენ. მათ სკოლას სოციალური მედიის აკრძალვის პოლიტიკა აქვს, რომელსაც მშობლები ეთანხმებიან. მათ არ აქვთ უფლება გამოიყენო X, Instagram, Snapchat ან Facebook-ი. 18 წლამდე არ არის საჭირო მთავრობის ზედამხედველობა, უბრალოდ კარგი მშობლობაა საჭირო. ეს ძალიან ლამაზი თვიტია და განსაკუთრებით იმიტომ, რომ ჩვენ მივეჩვიეთ იმ აზრს, თითქოს მთავრობებმა უნდა გადაჭრან ჩვენი ყველა პრობლემა. თუ რაღაც ცუდი ხდება, მაშინ მთავრობამ უნდა მოაგვაროს ეს. მთავრობამ უნდა მოაგვაროს ეს. მაგრამ სინამდვილეში თუ რაღაც არასწორად მიდის, ეს შენი პასუხისმგებლობაა. და მთავრობა მაქსიმალურად შორს უნდა დარჩეს შენი პირადი ცხოვრებისგან. ამას თავისუფლება ქვია, რადგან ყველამ ვიცით, როგორია მთავრობის მეთვალყურეობა. გულისხმობ ჩინეთზე შორს არ უნდა გაიხედო, რომ გაიგო რა ხდება, როცა მთავრობა მართავს და აკონტროლებს სხვისი ცხოვრების ყველა ასპექტს. თუ გინდა რომ შენი შვილი სოციალურ ქსელში იყოს, ცუდი მშობელი ხარ, მაგრამ ამის უფლება გაქვს და უნდა გქონდეს კიდეც. როცა მთავრობა იწყებს იმის გადაწყვეტას, ვის რა შეუძლია გამოიყენოს, განსაკუთრებით როცა საქმე სიტყვის თავისუფლებას ეხება, სწორედ მაშინ ხდება ეს პრობლემა. და ეხლა როგორც დედა, ამაზე სულ ვფიქრობ. მინდა რომ ბავშვებს საერთოდ არ ქონდათ ცუდომა სოციალურ მედიაზე. ვფიქრობ, ცხოვრება ბევრად უკეთესი იქნებოდა. მაგრამ სიმართლე ისაა, რომ მინდა უბრალოდ აკრძალვა იყოს და ასე გაქრეს, რომ მე არ მომიწიწიოს ის რთული შრომა, ვიყო კარგი დედა და დავრწმუნდე, რომ ჩემი შვილი სხვა გზებით ერთობა სოციალური მედიის გარეშე, რაც ბევრად უფრო მარტივია. მაგრამ არ მინდა რომ ეს გადაწყვეტილება მთავრობამ ჩემთვის მიიღოს. ეს ჩემი გადასაწყვეტია. ამიტომაც ეს ვიდეო უბრალოდ წარმოუდგენლად უცნაურია. როცა ხედავთ ამ დედას, რომელიც ასეთ ნარატივს ავრცელებს, თითქოს ეს რაღაც საშინელი რამ იყოს. როგორ შეძლო Keir Starmerმა ამის გაკეთება, მაგრამ ძალიან არაჯანსაღი პერსპექტივიდან. როცა ჩვენ ვიზრდებოდით, ჩვენ არ გქონდა ეს პლატფორმები, რომელთანაც ახლა გვაქვს ასაქმე. ჩვენ არ გქონდა ეს რაღაცები. ეს ხახმაური ვიჭღერ. ეს სასიამოვნო იყო. მოდით, ესეთი კამათი დავიწყოთ. კარგი, არ უნდა უწოდოთ ამას კამათი. მოდით დავარქვათ საუბარი. ნახევრად კამათი, ნახევრად საუბარი დავარქვათ. YouTube-ი შეიძლება კარგი იყოს. ხო, კარგია. გულისხმობ იმას, რომ ფაქტი, რომ 6 წლის ბავშვმა იცის რა არის YouTube-ი, ჩემთვის საზიზღარია. არა ყოველთვის. არ ვიცი რატო გძალავ ამას. ზოგჯერ. ვუხურებ ან თამაშობ, ასე ვსვენებ. 6 წლის ბავშვი სოციალურ მედიას ან საერთოდ ნებისმიერ მედია კონტენტს გასართობად და დასასვენებლად არ უნდა იყენებდეს. იცი, რამდენმა დედამ და მამამ მისწერა შენს დედას, რომ უნდოდათ YouTube და ყველა სხვა პლატფორმა აეკრძალათ შენაირი ბავშვებისთვის. ასობითმა. რატომ გადააქციე შენს თავზე საუბრად? ამ ვიდეოების პოლიტიკური დღის წესრიგები გულწრფელად რომ თქვა, ცოტა დამწკუნველია. მაგალითად, რატომ უნდა კონდეს ქალს ასეთი საუბარი თავის შვილთან? არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ის ფაქტი, რომ 6 წლის ბავშვი პანიკაშია. პანიკაშია იმის გამო, რომ YouTube აკრძალეს, თავისთავად პრობლემურია. და თუ ვიდეოს დანარჩენ ნაწილსაც უყურებთ, მე არც კი ვიცი ეს მთავრობის კაცი ვინ არის. Keir Starmer. რას ნიშნავს ეს? ხო, იმიტომ რომ 6 წლის ბავშვმა არ უნდა იცოდეს ვინ არის Keir Starmer, მაგრამ 6 წლის ბავშვმა არც ის უნდა იცოდეს რა არის YouTube. ეს კარგი არ არის, რომ პატარა ბავშვს ამას ასწავლი. ვიროთა მაგ დაწერა ბავშვების სოციალური მედიისგან აკრძალვის ნაცვლად, მოდი პოლიტიკოსები ავკრძალოთ ჩვენი ცხოვრებიდანო. მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ სოციალური მედიის აკრძალვა 16 წლამდე ბავშვებისთვის არ ნიშნავს აკრძალვას მხოლოდ 16 წლამდე ბავშვებისთვის. ეს არის აკრძალვა შერჩეულ სოციალურ მედიაზე ყველასთვის, სანამ საკუთარ თავს ვერ დაადასტურებ. სხვა მშობლები ამბობენ, მადლობა ღმერთს, Keir Starmerმა 16 წლამდე ბავშვებისთვის სოციალური მედია და YouTube აკრძალა. საუკეთესო რამეა, რაც ოდესმე გაუკეთებია. მე სავსებით ფხიზლად ვარ. ნუ იდარდებთ ბავშვებო, VPN უკვე მზად მაქვს. ჩემი შვილები ჩემია და არა სახელმწიფოსი. ეს არ არის მოსალაპარაკებელი. ასე გზნობ თავს.
ზუსტად ასე გრძნობ თავს. David Shows ნიღაბის სრულიად ჩამოვარდა. Keir Starmer-ი თინეიჯერებისთვის სოციალურ მედიას სწვავს, მაგრამ გამოიცანით, რომელი აპლიკაციაა ჯადოსნურად გამონაკლისი. Blue Sky. ისინი ბლოკავენ ყველა პლატფორმას, რომელიც დამოუკიდებელი თავისუფალი აზრის გამოხატვის საშუალებას იძლევა, მაშინ როცა უკიდურესად მემარცხენე ეკოკამერა ღიად რჩება. ეს არასდროს იყო ბავშვების უსაფრთხოებაზე. ეს არის მაღალ დონეზე კოორდინირებული შეთქმულება, რომ თქვენი შვილები ციფრულ ბუშტში გამოკეტონ და სუფთა ისტაბლიშმენტის პროპაგანდით გამოურეცხონ ტვინი. მათ სურთ სრული კონტროლი იმაზე, თუ რისი ფიქრის უფლებაც მომდევნო თაობას ექნება. გააზიარეთ თუ არ დაუშვებთ, რომ ლეიბორისტული ელიტა ჩვენს ბავშვებს ინდოქტრინაცია ჩაუტაროს. დიახ, ამას ნამდვილად გადავაზიარებ. ბავშვებს სოციალურ მედიაზე აკრძალვას ვერ დაუწესებ, თუ ყველას არ დაავალდებულებ, რომ თავისი ვინაობა დაადასტუროს. ბრიტანეთის მთავრობა ციფრულ პირადობებს ფარულად ნერგავს. დიდი ბრიტანეთის მთავრობა ყველაფერს აკეთებს გარდა იმისა, რაც ბრიტანელ ხალხს სურს. დიახ. ჩემს შვილებს ტელეფონებზე შეზღუდვები დაუწესე, რომ დილის 7 საათამდე და საღამოს 8 საათის შემდეგ ვერ გამოიყენონ, გარდა ზარებისა და მესიჯების გაგზავნისა. აპლიკაციების გადმოწერასაც ვერ ახერხებენ ჩემს დამტკიცებამდე. ამის უფლება არ აქვთ. WhatsApp, Instagram, TikTok, Snapchat, X. ამას მშობლობა ქვია. ზოგიერთმა უნდა სცადოს. დიდი ბრიტანეთის მთავრობა აცხადებს, რომ 16 წლამდე ბავშვებს 2027 წლის გაზაფხულისთვის სოციალური მედიის პლატფორმებზე წვდომა აებრძალებათ. პროფესორი Amy Orben-ი, ფსიქოლოგი, MRC კოგნიციისა და ტვინის მეცნიერებათა ერთეულიდან და John St. John's Cambridge-ის კოლეჯის წევრი, დღეს გაკეთებულ განცხადებებსა და ზომებს აფასებს იმ მტკიცებულებების ფონზე, რაც უკვე ვიცით სოციალური მედიის შესახებ. გეტყვით ამას, არანაირი მტკიცებულება არ გჭირდებათ იმის შესახებ, რას აკეთებს სოციალური მედია თქვენს შვილებზე. ეს დამანგრეველია. ეს საშიშია და ეს ისეთი რამ არ არის, რასაც ჩვენ როგორც დასრულები გაუმკლავდებით და შესაბამისად ბავშვები აბსოლუტურად ვერ გაუმკლავდებიან მას. რაც მართლა საინტერესო იყო ის იყო, რომ ვნახე ეს ვიდეო ყველგან ვრცელდებოდა BBC-დან. ეხლა ჩვენ ვიცით, რომ BBC უბრალოდ საშინელი მთავრობის რუპორია, მაგრამ ნახეთ, რას ცდილობენ ისინი გაავრცელონ. კარგი, ნახეთ, უყურეთ ამას. გთხოვთ, აწიოთ ხელები, ვისაც მიესალმებით ამ აკრძალვას. ხელები აწიეთ, ვინც მიესალმებით აკრძალვას. ასე რომ, ეს უბრალოდ წარმოდგენას გაძლევთ. ფიქრობ, საკმაოდ სამართლიანია ვთქვათ, რომ ამ მოსწავლეების უმეტესობა 11-დან 14 წლამდე საკმაოდ იმედგაცრუებულია ამ აკრძალვით. მოდი ახლა შენთან გადმოვიდეთ, იზაბელა. მითხარი, რას გძნობდი, როცა პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ თქვენთვის სოციალური მედია აღარ იქნებოდა? სანამ ნახავთ, რას იტყვის იზაბელა, უბრალოდ შეგახსენებთ, რომ ბავშვები, რა თქმა უნდა, გაბრაზებულები არიან, რადგან ისინი დამოკიდებულები არიან. თუ ნარკომანს ეტყვით, რომ აღარ ექნება ნარკოტიკი, ის გაბრაზდება. თუ ვინმეს ეტყვით, რომ აღარ ექნება შაქარი, ისიც გაბრაზდება. და თუ ბავშვს, რომელსაც ეკრანთან გატარებული დრო სიამოვნებს, ეტყვით, რომ ვეღარ ექნება მეტი ეკრანთან დრო, ისიც გაბრაზდება. ეს თავისთავად გასაგებია. პრობლემა ის არის, რომ ისინი ასე ძალიან ბრაზდებიან. ეს არის ის, რასთანაც საზოგადოებამ უნდა იმუშაოს. თავარი ისაა, რომ ჩვენ თვითონ, როგორც საზოგადოებამ, როგორც ადამიანებმა, უნდა გადავწყვიტოთ ეს საკითხი და არა მთავრობამ. განსაკუთრებით მაშინ, როცა ხვდებით, რას ნიშნავს, როცა ისინი ჩვენს ნაცვლად იღებენ ამ გადაწყვეტილებას. არ მეგონა, რომ ეს მართლა მოხდებოდა. ვფიქრობდი, რომ ის უკან დაიხევდა, დროს გააჯიანურებდა, ან უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევდა, მაგრამ როგორც ჩანს, საკმაოდ დარწმუნებულია თავის გადაწყვეტილებაში. და არ ვარ დარწმუნებული, ვეთანხმები თუ არა მას. რისი ყველაზე მეტად გეშინია? იმაში, რომ ვერ შევძლებ ჩემს მეგობრებთან დაკავშირებას. არ ვიცი რა მოხდება და როგორ მოხდება, ან არის თუ არა რაიმე ტექნიკური დეტალები, თუ რომელი აპლიკაციებია შეზღუდული. მაგრამ მე უმეტესად სოციალურ ქსელებს ვიყენებ ჩემი მშობლებისა და ოჯახის წევრებთან დასაკავშირებლად. ვგულისხმობ, ვფიქრობ, ღირს ხალხს შევახსენოთ ეს. ცოტა ადრე ეკრანთან გატარებული დრო შევამოწმეთ. შაბათ-კვირას რამდენი იყო ეკრანთან გატარებული დრო? 9 საათი, ასე რომ უცებ გაცილებით მეტი დრო გაგიჩნდება და რას გააკეთებ? კედელს მიაშტერდები. თუ ეს არის პროპაგანდა, რომლითაც ცდილობენ დაგვარწმუნოთ, რომ ამ მედიის აკრძალვას უნდა ვეწინააღმდეგოთ, ეს არ მუშაობს. კიდევ ერთხელ ვამბობ, მე წინააღმდეგი ვარ, რომ მთავრობა მედია აკრძალოს, მაგრამ ვფიქრობ, ეს უნდა იყოს განგაშის ზარი ყველა მშობლისთვის, რომ სწორედ ამას აკეთებენ თქვენი შვილები. 9 საათი მეგობრებსა და ოჯახთან კონტაქტში. რატომ არ წახვალთ და არ ითამაშებთ თქვენს მეგობრებთან და ოჯახთან ერთად? არა. თქვენ ამას არ იყენებთ მხოლოდ იმისთვის, რომ მეგობრებს მიწეროთ და მათთან ურთიერთობა შეინარჩუნოთ. ამისთვის არ გჭირდებათ დღეში 9 საათი. და თუ სოციალური მედია არ არსებობს, არ ნიშნავს, რომ უბრალოდ კედელს უნდა მიაშტერდეთ. კიდევ ბევრი რამ შეგიძლიათ გააკეთოთ. და ეს თქვენი მშობლების პასუხისმგებლობაა, რომ დაგეხმარონ ამაში გაერკვეთ. რომ ჩემი პოზიცია ნათლად გამოვხატო, ნამდვილად ვფიქრობ, რომ ბავშვებს არ უნდა გქონდეთ ცუდომა სოციალურ მედიაზე, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ეს მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს. განსაკუთრებით მაშინ, როცა ისინი წვეტენ, რომელი სოციალური მედიის გამოყენება შეიძლება. და რაც ფავარია, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ყველამ უნდა ონლაინ ჩვენი ვინაობა დავადასტუროთ, რათა შეგვიძლია ვიყოთ ციფრულად თვალთვალის ქვეშ და მივიღოთ ცდომა სოციალურ მედიებზე. ეს მახია.
ეს არ არის მცდელობა, რომ ჩვენი ბავშვები ამ წარმოუდგენლად საზიზღარი და საშიში დამოკიდებულებებისგან დავიცვათ. ეს არის მთავრობის მცდელობა კიდევ უფრო მეტად გვაკონტროლოს. ალონსო გარმონდი წერს: მე ტექნოლოგიებში კარგად არ ვერკვევი. ასე რომ შეიძლება ეს სულელურად ჟღერს, მაგრამ განა უფრო მარტივი არ არის, რომ შეძენისას შეიქმნას ბავშვებისთვის განკუთვნილი ტელეფონი, რომლითაც შეზღუდვები უკვე ჩაშენებული იქნება. ვიდრე ქვეყნის ყველა ადამიანს კითხო, 16 წელზე მეტია თუ არა და ეს ყველაფერი ადვილად გასატეხი ციფრული იდენტიფიკაციის პროგრამით გააკეთო. დიახ მეგობარო, ასე იქნებოდა. მაგრამ თუ მთავრობას მართლა ბავშვების დახმარება უნდოდა, სწორედ ამის პოპულარიზაციას გაუწევდნენ. ამას შესთავაზებდნენ, ასეთ კანონს მიიღებდნენ, მაგრამ არა. მათ უბრალოდ ჩვენ ყველას თვალყურის დევნება სურთ და ბავშვებზე საშიში იდეოლოგიების მოხვევა, იმიტომ რომ გამოიცანით რა. თუ ყველა სოციალური მედია დაბლოკილია გარდა Blue Sky-სა, ზუსტად იცით სად მიდიან ყველა ბავშვი, რადგან ისინი დამოკიდებულები არიან და ამასაც ასე უნდა მიუდგნენ და დამოკიდებულებას მთავრობები არ უნდა მართავდნენ. სწორედ მშობლები და ოჯახები უნდა მიხვდნენ, რომ აქ რაღაც ნამდვილად არასწორადაა. აქ რაღაც ნამდვილად არასწორადაა და ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ამაზე. მაგრამ ამაზე ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ და არა მათ. მადლობა ყურადღებისთვის ამ საკითხზე.